ერთ დროს წვიმიან ტყეში ცხოვრობდა გველი, რომელიც 15 მეტრის სიგრძის იყო, სკოლის ავტობუსზე დიდი და ბეჰემოთზე მძიმე. წარმოიდგინე, რომ ეს უძველესი გიგანტი ტიტანობოა, ჯერ კიდევ ცოცხალია და აღარ იმალება. გადარჩებოდი ჯუნგლებში, სადაც ტიტანობოა საჭმელი ჯაჭვის მწვერვალზე დგას. შენი გეგმა როგორია? დამალოა, გაქცევა თუ ბრძოლა? დაწერე კომენტარებში, და არ დაგავიწყდეს გამოიწერო არხი და გააქტიურო ზარის ღილაკი. დავიწყოთ. წარმოიდგინე ისეთი დიდი გველი, რომელიც ავტობუსს გარშემო ეხვევა და მას მოყავს ყუთივით ჭლეტავს. აი ასეთი იყო ტიტანობოა, ყველაზე დიდი გველი, რაც კი ოდესმე დედამიწაზე ყოფილა. მისი სიგრძე 13 მეტრს აჭარბებდა და წონაში 1 ტონაზე მეტი იყო. მარილიანი წყლის ნიანგებზე ნადირობდა, ისე თითქოს უბრალოდ დიდი წასახემსებლები ყოფილიყვნენ. ტიტანობოა კოლუმბიაში, სერახონის ქვანახშირის მაღაროში აღმოაჩინეს. ის ცხოვრობდა იმ დროიდან მხოლოდ 6 მილიონი წლის შემდეგ, რაც დინოზავრები გადაშენდნენ. მას მტრები არ ყავდა, არც კონკურენტები. იგი იყო ჯუნგლების მეფე, დაფარული ძლიერი ქერცლებით. საიდუმლოებებით მოსული გიგანტი, რომლის გამოჩენაზე მთელი ჯუნგლები თრთოდა. როდესაც ამ არსებას გაიცნობ, გაიგებ, რამდენად შთამბეჭდავი და რთული იყო სიცოცხლე ოდესღაც დედამიწაზე. ტიტანობოა შემთხვევით არ გამხდარა ასეთი გიგანტური. ის გაჩენილი იყო სიცხეში. იმ დროისთვის დედამიწა გიგანტურ საუნას გავდა. საშუალო ტემპერატურა დღევანდელზე დაახლოებით 6-დან 8 ცელსიუსით მაღალი იყო. ეს სიცხე ცივსისხლიან არსებებს, მათ შორის გველებს, ზდაში საშინლად უწყობდა ხელს. ამიტომაც იზრდებოდნენ ისინი წარმოუდგენელ ზომებამდე. მეცნიერების თქმით, ყველაფერი მარტივია. რაც უფრო თბილია კლიმატი, მით უფრო დიდები არიან რეპტილიები. ნიშნავს ეს იმას, რომ თუ გლობალური დათბობა გაგრძელდება, თანამედროვე ანაკონდებიც გიგანტებად გადაიქცევიან. უფრო ცხელი პლანეტა ნიშნავს უფრო დიდ არსებებს. ასე იყო ყოველთვის. კლიმატის ცვლილებამ ერთხელ უკვე შექმნა მონსტრები და შესაძლოა იგივე გააკეთოს. ტიტანობოა შხამი არ სჭირდებოდა და არც ნადირს არ დადევნებია არასდროს. ის უბრალოდ იმალებოდა, ჩუმად, ტალახიან წყალში ან ბნელი ჯუნგლების სიღრმეში. შემდეგ მოულოდნელად სუსტი და გამანადგურებელი ძალით ესხმოდა თავს, როგორც კი მსხვერპლს პირს სწავლობდა, ბრძოლა დასრულებული იყო მაშინვე. ტიტანობოა სწრაფად მცოცავი გველი არ იყო. ის საკუთარი მასის 900 კილოგრამზე მეტს შესაბოჭად იყენებდა და მსხვერპლს ჭლეტავდა. იგი უჭერდა იმდენად ძლიერად, რომ ფილტვები სკდებოდა და ძვლები იმსხვრეოდა. მსხვერპლის მოსაკლავად კბენა არ სჭირდებოდა. ის მოჭერით ანადგურებდა მსხვერპლს. ტიტანობოა ცოცხალი სასიკვდილო მარწუხი იყო. წარმოიდგინე, ტიტანობოა დაქროდა ფლორიდის ჭაობებში, ან იმალებოდა დატბორილი ქუჩების ქვეშ ბანგლადეშში. ის უბრალოდ გადარჩენაზე არ იყო ორიენტირებული. მისთვის მაშინდელი გარემო პირობები უბრალოდ კომფორტული იყო. ის წარმატებით ადაპტირდა. თანამედროვე ეკოსისტემები მზად არ არიან ასეთ მასშტაბურ მტაცებელთან შესახვედრად. ნიანგები, იაგუარები, თვით პატარა ნავებიც კი შეიძლება ჩუმად გაუჩინარდნენ. ახალი ლეგენდები მყისვე გავრცელდება. წყალში ყოველ პატარა შხებზე პანიკა ატყდება. ტიტანობოა უბრალოდ საკვების ჯაჭვის ნაწილი არ იქნებოდა. ის თავად გახდებოდა ჯაჭვი. საშიშის სიმართლე ამ დიდ გველზე ისაა, რომ თუ ტიტანობოას პირში ეტევი, შენ მისთვის საკვები ხარ. ის პრეისტორიულ ნიანგებს მთლიანად ყლაპავდა. მოზრდილი ადამიანი შეიძლება, ბავშვი მარტივად. თანამედროვე გველებისგან განსხვავებით, ტიტანობოას დიდი მსხვერპლის არ ეშინოდა. ერთი ნელი მოძრაობა და ცოცხალ მილში გამქრალი ხარ. ვერც ყვირი, ვერც შეეწინააღმდეგები, მხოლოდ სიჩუმე და ყლაპვის ხმა. ტიტანობოასთვის შენ არ ხარ საფრთხე, მხოლოდ კალორია. თუ შეჭმას შეძლებდა, ნამდვილად შეჭამდა. მოდით ტიტანობოა დღეს ველურ ბუნებაში წარმოვიდგინოთ. დაამარცხებდა ის ვეფხს, მარილიანი წყლის ნიანგს ან თეთრ ზვიგენს. მიწაზე ის თითქმის ყველა ცოცხალ არსებას აჯობებდა ძალით. მაგრამ სისწრაფე და გონიერება, აი ეს ის სფეროა, სადაც ვეფხვები და ნიანგები უპირატესობაში არიან. ტიტანობოა მომაკვდინებელი იყო, მაგრამ ნელი და მოუხერხებელი. ვეფხვი შეიძლება თავს დაესხას და მაშინვე უკან დაიხიოს და ასე რამდენჯერმე. ნიანგის შემთხვევაში კი ეს იქნებოდა სასიკვდილო ბრძოლა, შერკინება, ყბა გრძელი ტანის წინააღმდეგ. მაგრამ მხოლოდ ძალა ყოველთვის არ არის გამარჯვების გარანტია. ველურ ბუნებაში ცარიელი ძალა საკმარისი არ არის. გამარჯვება ხშირად გარემოსთან ადაპტირებულ არსებებს ეკუთვნით. ახლა წარმოვიდგინოთ ტიტანობოა, რომ დღეს გამოჩნდეს. შევძლებთ მის დაჭერას. იქნებ დრონებით, თერმული კამერებით და სპილოსთვის განკუთვნილი დამაძინებელი წამლით. მის გადასაყვანად სპეციალური თვითმფრინავი დაგჭირდებოდა. ყოველდღიურად მისი თხებით გამოკვება მოგვიწევდა. თუ მოვაწყობთ გიგანტურ აუზს, საცურავ აუზის ზომის, ფოლადით გამაგრებულს კარგ საცხოვრებას შევქმნით და მიუხედავად ამისა შეიძლება მაინც გაიქცეს. ზოგი არსება უბრალოდ არ არის გაჩენილი ვოლიოში ცხოვრებისთვის.
თუ მონსტრი ვიპოვეთ, ეს იმას არნიშნავს, რომ შეგვიძლია მისი მოთმინიერება. დაჯერება რთულია, მაგრამ მეცნიერები უკვე ცდილობენ გადაშენებული სახეობების დაბრუნებას, მაგალითად მამონტები და დოდოები. მას რატომ არა ტიტანობოა? CRISPR ტექნოლოგიით და ნამარხი DNA-ის მეშვეობით მისი გენების ნაწილების აღდგენა შესაძლებელია, მაგრამ მთელი არსების გაცოცხლება ჯერჯერობით ეს მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკაა. თუმცა უფრო მნიშვნელოვანი კითხვაა, საერთოდ უნდა ვცადოთ თუ არა მისი გაცოცხლება. კითხვა შეგვიძლია თუ არა არ ნიშნავს იმას, რომ უნდა ვქნათ. დაცემლების დაბრუნება შესაძლოა მაცდუნებელი იდეა იყოს, მაგრამ ბუნებაში ჩარევამ შეიძლება ისეთი შედეგები მოიტანოს, რომელთა წარმოდგენაც კი არ შეგვიძლია. თქვათ ტიტანობოა მიიმალა ნიუ-იორკის კანალიზაციაში. შეუძლებელი გონია? შეიძლება, მაგრამ მიწის ქვეშ პოულობს საკვებს, ვირთხებს, კატებს, მათანწალად ძაღლებს, ჭამს, იზრდება და იმალება. კვირეების განმავლობაში არავინ იცის, რომ ის იქ არის. შემდეგ მოულოდნელად ქალაქში ბნელდება. ქვედა კვირაბები იტბორება, გადაუდებელი დახმარების ჯგუფები უგზო-უკვლოდ იკარგებიან. ვიღაც ავრცელებს დაბინდულ ვიდეოს. გიგანტური არსება მიცვრავს მეტროს სვეტებს შორის. იწყება პანიკა, ჩნდება შეთქმულების თეორიები. ქალაქი იკეტება, მტაცებელი რომელიც იმალება ხდება ლეგენდა, სანამ ერთ დღეს არ აღმოჩნდება, რომ ეს ამბავი ლეგენდა სულაც არ იყო. თუ ეს წარმოუდგენლად მიგაჩნია, გაიხსენეთ თბილისში ზოოპარკის დატბორვის შემდეგ რამდენიმე ველური ცხოველი დადიოდა ქალაქში. და ამას სამწუხაროდ მსხვერპლის მოჰყვა. ერთი ვეფხვი საერთოდ სადარბაზოში იმალებოდა. ზღვარი ფანტაზიასა და შიშ შორის გაცილებით ხელია ვიდრე გონია. ახლა არჩევანი შენზეა. ტიტანობოა შენს ქალაქში რო გამოჩნდეს, გადაღებას დაიწყებ თუ გაიქცევი. დატოვე შენი პასუხი კომენტარებში და თუ მოგწონს ეს პრეისტორიული კოშმარი დააჭირე ლაიქს, რომ კიდევ მეტი უძველესი მონსტრი გავაცოცხლოთ. ასევე არ დაგავიწყდეს გამოიწერო არხი. ტიტანობოამ მტაცებლებმა არ გაანადგურეს, ის კლიმატმა მოსპო. როცა დედამიწა გაცივდა, მისი გიგანტური სხეული სერიოზულ პრობლემად იქცა. ცივსისხლიან არსებებს სითბო სჭირდებათ გადაადგილებისთვის, მონელებისთვის და სუნთქვისთვისაც კი. სიცივეში ტიტანობოამ ვეღარ შეძლო გადარჩენა და გადაშენდა. როცა დედამიწა გაცივდა, ტიტანობოას საკვებიც გაქრა, მისი სხეული შენელდა. ჯუნგლები შეიცვალა. ნენელა გიგანტური გველი გაქრა. არ აფეთქებით, არამედ ტემპერატურის ცვლილებით. ზოგჯერ პატარა ცვლილებაც კი საკმარისია, რომ ძლიერები დაეცნენ. ყველაზე ძლიერ არსებებსაც კი უჭირთ გადარჩენა თუ გარემო მათ საწინააღმდეგოდ შეიცვლება. ბუნებას ჯერ არ უთქვამს ბოლო სიტყვა. რა მოხდება თუ ტიტანობოა არა მეცნიერთა კვლევის გზით, არამედ პირდაპირ ველური გარემოდან დაბრუნდება. თანამედროვე გველები, მაგალითად პითონები და ანაკონდები, უკვე იზრდებიან იზოლირებულ რეგიონებში. თბილ კლიმატსა და უხ საკვებზე დაყრდნობით ისინი ჩუმად თანდათან უფრო და უფრო მასიურები ხდებიან. ეს ერთ დღეში არ მოხდება, მაგრამ 100,000 წლის შემდეგ ტიტანობოას ნათესავი სახეობა შეიძლება კვლავ გამოჩნდეს და გამეფდეს. ბუნება ნელა მოქმედებს, მაგრამ არასდროს ჩერდება. თუ დროს მივცემთ, ბუნებამ შეიძლება უკან დააბრუნოს ის, რაც ერთ დროს თავადვე გააქრო. ადამიანების უმეტესობას გველები აშინებს. ეს ტვინში დაბადებიდან გვაქვს, მაგრამ ტიტანობოა ეს სულ სხვა დონის შიშია. საუბარი არა მხოლოდ საფრთხეზეა, არამედ ზომაზე. ტიტანობოასგან კი არ გარვიხარ, არამედ ადგილზე იყინები. ინსტინქტი ირთვება. დღეს ჩვენი შიშები ძირითადად სიახლეებიდან მოდის. დანაშაული დაავადება, ეკონომიკა, მაგრამ ტიტანობოას მიმართ შიში უფრო ძველია. ის იმავე ბნელმოგონების კუთხეში ცხოვრობს, სადაც ღრმა წყლის და სიბნელის შიშია. ეს იყო დრო, სასაუბრო ენის ჩამოყალიბებამდე, იარაღებამდე, როცა ადამიანი ნადირი იყო. ტიტანობოას შიშის განსაცდელად მისი დანახვა არ გჭირდებოდა. დალახიან წყალში, ნელი ტალღა, მოულოდნელი სიჩუმე ხეებში, ზურგზე დაბალი სუსხი. შენი სხეული ხვდებოდა, რომ მტაცებელი ახლოს იყო. მანამდე სანამ გონება გააცნობიერებდა, ტიტანობოა ხმაურით არ ნადირობდა. ისი უბრალოდ ახლოს ყოფნაც საკმარისი იყო. ნამდვილი შიში არ ისწავლება, ის მეხსიერებაშია ჩარჩენილი. იმ დროიდან, როცა ჩვენ საკვების ჯაჭვის სათავეშიც კი არ ვდავით. ჰოლივუდში გვიჩვენებენ გველებს, რომლებიც სისინებენ, ხრიალებენ და დრამატულად დასდევენ მსხვერპლს, მაგრამ ტიტანობოა ფილმის მონსტრი არ ყოფილა. ის წყნარი იყო, არავის დასდევდა, ენერგიას ამაოდ არასდროს ხარჯებდა. რეალურ სამყაროში ტიტანობოა ჭაობში ძლივ შესამჩნევ ტალღასაც არ დატოვებდა უკან. არც ხმაურიანი გამოჩენა, არც საბოლოო დაპირისპირება. იგი საშიში იმიტომ კი არ არის, რომ კლავს, არამედ იმიტომ, რომ ძალისხმევაც კი არ სჭირდება ამისთვის. ამიტომ არის ის კინომონსტრებზე უფრო საშიში. ფილმებში გველები ფანჯრებს ეხენ, რეალობაში კი ჩუმად ჭრილებში დაცოცავენ და ელოდებიან. ვერასდროს მიხვდები, რომ შენზე ნადირობს, სანამ ყველაფერი უკვე გვიან არ იქნება.
ყველაზე მომაკვდინებელი მონსტრები ჩუმები არიან. ფილმებში შიშის შესაქმნელად ხშირად აჭარბებენ. ტიტანობოას კი გაზვიადება საერთოდ არ სჭირდება. წარმოიდგინე, რომ ტიტანობოა მხოლოდ მდინარეებსა და ჭაობებში არ იყო ჩაკეტილი. რა მოხდებოდა დროთა განმავლობაში ზღვის წყალსაც რომ შეგუებოდა, ისე როგორც თანამედროვე ზვიგენები არიან. ის უბრალოდ ჯუნგლების მტაცებელი აღარ იქნებოდა. გადაიქცეოდა ზღვის კოშმარად. იფიქრე ამაზე. თბილი ოკეანეები, დატბორილი სანაპიროები, გაფართოებული მანგროს ტყეები. გიგანტური სისხლიანი გველი, რომელსაც ლაყუჩები აქვს, ან საერთოდ შეიძლება ისწავლოს ხანგრძლივად სუნთქვის შეკავება, როგორც ამას დღეს ზღვის გველები აკეთებენ. აღარ წარმოიდგინე ეს მონსტრი ფარული ტალღების ქვეშ პლაჟთან. შვიდად მოცურავე მარჯნის რიფებთან, შეფარულ ნისლში, თეზმჯერი ნავების ირგვლივ მოცურავე. ტიტანობოა მხოლოდ მდინარეებს არ დაეუფლებოდა, ის სანაპიროებს, ყურეებს და შორეულ ნავთობ პლატფორმებსაც შეაშინებდა. ოკეანე გახლავთ უსაზღვრო ბნელი და სავსე უბნებით, სადაც დამალვა მარტივია. ასეთი ზომის არსებას შესაძლოა წლები გაეტარებინა ჩუმად სადღაც სიღრმეში. თქვა და თუ უფრო ღრმად სურვა ისწავლა, სანაპიროსთან ვერავინ იქნებოდა უსაფრთხოდ. როცა ბუნებას შესაძლებლობა ეძლევა, ის ნებართვას არ ითხოვს, ის ადაპტირდება. ამ გიგანტურ ველს თუ ერთ ჯუნგლებში შეუშვებ, საკვების ჯაჭვი შეიცვლება. თუ 10 შეუშვებ, ეკოსისტემა ჩამოიშლება. ველური ღორები, ირმები, თუნდაც მტაცებლები, როგორებიცაა იაგუარი, გადაშენების ზღვარზე აღმოჩნდებიან. ტიტანობოა არც მგელია და არც ვეფხვი. ის არ ირჩევს მსხვერპლს. მისთვის მთავარია, რომ შეატიოს პირში და მოძრაობდეს. მოძრაობს, ესე იგი უკვე საკვებია. სწორედ ეს ცხოველები იცავენ ეკოსისტემის ბალანსს, მცენარეებს, მწერების კონტროლს, წყლის ციკლს და ნიადაგის სტაბილურობას. როცა ისინი ქრებიან, მთელი სისტემა ნელ-ნელა იშლება. კიდევ უფრო საჭიროა ის, რომ მხოლოდ ერთი ბიოლოგიური წყვილი საკმარისი იქნებოდა ტიტანობოას ჯიშის გასავრცელებლად ტროპიკულ ზონებში. რამდენიმე თაობაში კი პოპულაცია აფეთქდებოდა. ჯუნგლები აღარ იქნებოდა ხმაურიანი. ის ჩუმად ნელა გაჩუმებას დაიწყებდა. გადაშენების ხმა არ ისმის, უბრალოდ სულ უფრო ნაკლები ბგერა, ნაკლები სახეობა და ნაკლები სიცოცხლე. ერთი მტაცებელი საკმარისია, რომ მთელი ეკოსისტემის რიტმი გაანადგუროს. ბუნება უბრალოდ მყიფე არაა, ის ერთმანეთზე გადამული. თუ ერთ ნაწილს გადააჭერბებ, ყველაფერი შეიძლება ჩამოიშალოს. ტიტანობოას დაბრუნება მხოლოდ მეცნიერების თემა არ არის. ეს რთული მორალური დილემაა. წარმოიდგინე, რომ მეცნიერებმა წარმატებით გააცოცხლეს ეს გიგანტური მტაცებელი ლაბორატორიაში. შემდეგ რა უნდა გავაკეთოთ? გავუშვოთ ველურ ბუნებაში თუ გამოვკეტოთ გალიაში და ტყვეობაში ვამყოფოთ? გადაშენებული სახეობის გაცოცხლება შეიძლება საინტერესო ჩანდეს, მაგრამ ის სერიოზულ რისკებსაც მოიცავს. შეიძლება ტიტანობოამ ეკოსისტემები დააზიანოს, შეექმნას საფრთხე ადამიანებს, ან უბრალოდ იდანჯოს ტყვეობაში გარემოს გარეშე, სადაც ბუნებრივად ვერ იარსებებს. ბევრი ეთიკის ექსპერტი გვაფრთხილებს, ის ფაქტი, რომ შეგვიძლია რამე დავაბრუნოთ, არ ნიშნავს, რომ უნდა დავაბრუნოთ. ეს უბრალოდ თამაში არაა, ეს პასუხისმგებლობაა. გადაშენებული არსებების დაბრუნებას შესაძლოა მოყვეს მოლოდნელი და ალბათ კატასტროფული ცვლილებები ეკოსისტემაში. მეცნიერებას შეუძლია გააღოს წარსულის კარები, მაგრამ მომავალს ეთიკა უნდა იცავდეს. გიგანტების დაბრუნება მხოლოდ ცნობის მოყვარეობას კი არა, სიფრთხილესაც მოითხოვს. მოდი დავსვათ ცოტა უხეში კითხვა. შესაძლოა ტიტანობოა იარაღად იქცეს. გენური ინჟინერია ამ საშიშკარს უკვე აღებს. წარმოიდგინე, ბიოინჟინერიით შექმნილი გიგანტური გველი, გაწვრთნილი და კონტროლირებადი, როგორც ცოცხალი იარაღი, ჩუმი, ძლიერი, საშინელი. სამხედრო ფანტასტიკაში ხშირად ხვდებით მტაცებლურ ომებს, მაგრამ რეალურ სამყაროში ბიოიარაღები უკიდურესად სახიფათოა. ასეთი არსებები ვერ დარჩებოდნენ შეზღუდულ სივრცეში სამუდამოდ. მათი გაქცევა ეკოლოგიურ კატასტროფებს, ადამიანურ მსხვერპლს და საერთაშორისო კრიზისს გამოიწვევდა. შესაძლოა ეს სცენარი ნაკლებად რეალურად ჟღერს, მაგრამ უკვე არსებობს მწვავე დებატები ბიოინჟინერიის ზღვართან დაკავშირებით. ყველა იარაღს არ აქვს ტყვია ან ბომბი, ზოგს ქერცლი აქვს და კბილები. ომის მომავალი შესაძლოა ბევრად უცნაური და გაცილებით მომაკვდინებელი იყოს, ვიდრე წარმოგვიდგენია. ტიტანობოა ბუნების საოცრება იყო. გიგანტური მტაცებელი, რომლის მსგავსიც არ არსებობდა, მაგრამ ის წარსულს ეკუთვნის. დროებას, როდესაც დედამიწის კლიმატი და ეკოსისტემები მსგავს გიგანტებს აკავებდნენ. დღეს მისმა დაბრუნებამ შესაძლოა სერიოზულად დააზიანოს ის მყიფე ბალანსები, რომლებიც ბოლომდე ჯერ კიდევ არ გვესმის. ეს აღარ არის მხოლოდ მეცნიერებისა და ცნობის მოყვარეობის საკითხი. ეს უკვე ბუნების საზღვრების პატივისცემაზეა. ზოგიერთი არსება, რამდენადაც ლეგენდარული არ უნდა იყოს, უნდა დარჩეს გადაშენებული. წარსული გვასწავლის, ზომა და ძალა გადარჩენას არ ნიშნავს. ისინი ხშირად ძვირად გვიჯდება. ზოგიერთი გიგანტი წარსულს ეკუთვნის და არა ჩვენს ეზოებს. თუ ნამდვილად გვინდა ბუნების დროის ხაზის პატივისცემა, ზოგი მონსტრი სწორედ იქ უნდა დავტოვოთ, საიდანაც მოვიდა.
ტიტანობუა მხოლოდ ზომით არ იყო გამორჩეული, ის ნადირობის ოსტატი იყო. როგორც თანამედროვე გველებს, მასაც ალბათ ჰქონდა სითბური სენსორები, რომლითაც სხეულის ტემპერატურას გრძნობდა, თუნდაც სიბნელეში ან ტალახიან წყალში. წარმოიდგინე, შავი ჯუნგლები ღამით, სადაც ყოველი არსების გულისცემასა და სუნთქვას გრძნობ. ენის მუდმივი მოძრაობით ის ქიმიურ კვალს აგროვებდა, ხოლო მიწის მსუბუქი ვიბრაციებით გრძნობდა, როცა მისკენ რაღაც დიდი მიდიოდა. სენსორული შესაძლებლობები ტიტანობუას თითქმის იდეალურ მტაცებლად აქცევდა. მოთმინებით ჩუმადელოდა შესაფერის მომენტს, რათა დაერტყა. აქტიურად ტიტანობუა იყო როგორც ღამის ხედვის რადარი შერეული ბიოლოგიური ტყუილის დეტექტორთან. სისტემა, რომელიც თავიდან ბოლომდე გადარჩენისთვის იყო შექმნილი. საუბარი მხოლოდ ძალაზე არ იყო. მისი შეგრძნებები ერთდროულად ჰარმონიაში მუშაობდა როგორც სრულყოფილი მექანიზმი. ნადირობა უბრალოდ ძალისხმევა არ იყო. ეს იყო შეგრძნებების სიმფონია. კედვა, სუნი, შეხება და ინსტინქტი. ბუნებაში ძალა უაზროა სიზუსტის გარეშე. ტიტანობუას კი ორივე ჰქონდა. ამაზონის ღრმა ჯუნგლებში მიდიხარ. ცივილიზაცია სრულიად მოცილებული, ჰაერი მძიმეა და ტენიანი. უცებ მიწა ოდნავ ირხევა შენს ფეხქვეშ. იხედები დაბლა და ხედავ გიგანტურ გოლებს ბუჩქებში. გოლის ავტობუსზე გრძელია. გასრზე სქელი, გული სწრაფად გიცემს. ინსტინქტები ყვირიან, საფრთხე. მაგრამ ტიტანობუა არ ჩქარობს. ის არ გესხმის დაუფიქრებლად. ის ცივსისხლიანი სტრატეგისტია, რომელიც ელოდება სწორ მომენტს. ჯუნგლები დუმს. ჩიტები და მწერები ერთდროულად ჩუნდებიან. შენ უბრალოდ არსებას არ უყურებ. შენ დგახარ ბუნების უდიდესი ჩრდილის წინაშე, ცოცხალი, შეგნებული. ასეთი სანახაობა შეცვლიდა ყველაფერს, რაც კი ველურ ბუნებაზე ვიცით. ახლა გაგვააზრებინებ და რამდენად მნიშვნელოვანია პატივისცემა, საფრთხეებასა და ყურადღებიანობას. ტიტანობუა უბრალოდ მონსტრი არ არის, ეს ცოცხალი ლეგენდაა და მასთან დაპირისპირება შიშს არ ეხება. ეს სიცოცხლის ნედლ უძველესი ძალის პატივისცემაზეა. ბუნების ყველაზე დიდი საიდუმლოებები გვახსენებენ, რამდენად პატარები ვართ ტექნოლოგიების გარეშე. ტიტანობუას ნამარხებმა ძირეულად შეცვალა ჩვენი წარმოდგენა პრეისტორიულ ცხოვრებაზე და იმაზე, რის მიღწევაც ბუნებას შეუძლია. მანამდე მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ტროპიკულ კლიმატში გველები 6 მეტრზე, დაახლოებით 20 ფუტზე მეც ვერ იზრდებოდნენ. ტიტანობუამ ეს შეხედულება დაამსხვრია და დაგვანახა, როგორ აყალიბებს კლიმატი და გარემო ცოცხალ ორგანიზმებს. მისი მალების შესწავლამ მეცნიერებს ბევრი რამ გაუმხილა. ძველი ტროპიკული ტყეების სტრუქტურა, ნახშირბადის ციკლები და როგორ აცლებდა მაღალი ჟანგბადის დონე შესაძლებლობას გიგანტურ რეპტილიებს ზრდისთვის. ტიტანობუა დროის კაფსულას გავს. ის გვიხსნის დედამიწის ძველი კლიმატის საიდუმლოებებს და როცა წარსულს ვიგებთ, სწორედ მაშინ ხვდებით, როგორ შეიძლება ბუნება მომავალში ცვლილებებს უპასუხოს. მისი მემკვიდრეობა მხოლოდ მონსტრის ამბავი არ არის. ეს არის ცხოვრების გამძლეობისა და სისუსტის ნაწილი. პალეონტოლოგიური ლაბორატორიებიდან დაწყებული კლიმატის მოდელებამდე ტიტანობუა დღემდე გვასწავლის გადარჩენის ხელოვნებას, როგორც უძველეს, ისე თანამედროვეს. ზოგჯერ ყველაზე დიდი აღმოჩენები ქერცლითაა დაფარული. მეცნიერება სწავლობს წარსულს იმისთვის, რომ დაცული იყოს მომავალში. მხოლოდ ნამარხებიდან არ იწყება ტიტანობუას ისტორია. ძველად მსგავსი გიგანტური გველები ალბათ შთააგონებდნენ მსოფლიოს მრავალ მითს. სამხრეთ ამერიკის ტომური ლეგენდები უზარმაზარი გველების შესახებ და როგორ ბატონობდნენ დრაკონები აზიურ და ევროპულ მთებში. კულტურების მიღმა ადამიანები ყოველთვის შიშით და პატივისცემით უყურებდნენ არსებებს, რომელიც სრული ზომის ადამიანს თავისუფლად გადაყლაპავდა. შესაძლოა ადრეულ ადამიანებს გიგანტური ძვლები ან ცოცხალი გველები ენახათ. ამ შთაბეჭდილებამ თაობიდან თაობაში ლეგენდები წარმოქმნა. ეს მითები მხოლოდ ფანტაზია არ იყო, გაფრთხილებები. შეხსენებები ბუნების ძალაზე და ჩვენს ადგილზე ბუნებაში. მითოლოგია უბრალოდ ფანტაზია არ არის. ეს არის კოლექტიური მეხსიერება, რომელიც თაობებიდან მოდის. ხშირად ის ნამდვილ არსებებზეა დაფუძნებული, როგორც ტიტანობუა იყო. ჩვენი წინაპრების შიშები მოგონილი არ ყოფილა. ისინი უძველეს სიმართლეზე იდგა. მითებში შეიძლება იმალებოდეს მეცნიერება, სიუჟეტად შენიღბული. მადლობა რომ ბოლომდე უყურე ვიდეოს. არ დაგეუძდეს გამოიწერო არხი და დაალაიქო ვიდეო.